რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ? მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვიკანა არკანა, ჩემი სახელი არის ვიქტორია და მოდით ვნახოთ დღეს საჯარო გაშლილს ზუსტად ამ თემით, თუ რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ. პირადი კონსულტაციისთვის მომწერეთ პირადში,ახლავე დავარიგებ ვარიანტებს. რა ელოდება? რა მოულოდნელი ცვლილებები უახლოვდება პირველ ვარიანტს და რა მოულოდნელი ცვლილებები უახლოვდება მეორე ვარიანტს. საერთოდ თქვენთვის სასურველი, ვებსაცახლავე დავამატებთ, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. არჩიეთ, რომელიც მეტად გიზიდავთ, რომელიც მეტად გეძახით, თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა დააპაუზეთ კიდევაც. და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან, რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ თქვენ. ფორტუნას ბორბალი ცვლილებები თავად. ზოგადად მე არაერთხელ მისაუბრე იმის შესახებ, რომ ამ სამყაროში ერთადერთი უცვლელი, რაც არსებობს, ეს არის მუდმივი ცვლილებები. სამყაროში ყოველთვის ყველაფერი იცვლება და ახლო მომავალში კონკრეტულად ფორტუნას ბორბალი გვეუბნება იმის შესახებ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი და საბედისწერო ცვლილებების წინაშე დადგებით. ასევე ფორტუნას ბორბალი გვეუბნება იმის შესახებ, რომ აქ იღბალი, სამყარო ისეული ძალები, უზენაესი ძალები, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად თქვენს მხარეს არიან და მეტი ნდობა უნდა გამოიჩინოთ სამყაროს მიმართ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა მოულოდნელი ცვლილებები უახლოვდება პირველ ვარიანტს. სამსჯავრო მეგონა უცობედად. არკანის შეყვარებულები და დაზების ცხრიანი. იმპერატორი ქალი. მეგობრებო, ძალიან სასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ აქ სხვათა შორის, იმიტომ რომ ნახეთ, პირველ რიგში რაღაც გარკვეული არჩევნის წინაშე შესაძლებელია დადგეთ და აქ მე თქვენ მოგცემთ ასეთ მინიშნებას, რომ უნდა აირჩიოთ საკუთარი თავი, საკუთარი პირადი სივრცე და საკუთარი პირადი საზღვრები, საკუთარი ჰარმონია, ან ახლო წარსულში უკვე გააკეთეთ ასეთი არჩევანი საკუთარი თავის სასარგებლოდ და ვინც გააკეთეთ უკვე ძალიან ყოჩაღები ხარ, ძალიან ვამაყობთ თქვენით და ნახეთ, თითქოს ეს არჩევანი თქვენს რეალობასა და თქვენს ცხოვრებას შეცვლის, დასტის ძირზე თასების ორიანი მყავს, თქვენს რეალობასა და თქვენს ცხოვრებას შეცვლის, იმიტომ რომ ნახეთ, აქ თქვენს რეალობაში შემოდის ძალიან ბევრი ახალი კომუნიკაცია, ძალიან ბევრი სასიამოვნო კომუნიკაცია, რაც მთავარია, ძალიან ბევრი აღიარება, თითქოს ადამიანები თქვენს დაფასებას იწყებენ, თითქოს ხებულობთ ძალიან ბევრ კომპლიმენტებს, ძალიან ბევრ აღიარებას, რომ აი იცი მე შენ მომწოხარ, შენ ისეთი ლამაზი ხარ, კარგი ხარ, ისეთი ხარ, ასეთი ხარ და ასე შემდეგ. მოკლედ რომ ითქოს აღგავსებენ ენერგიებით და აღგავსებენ, რაც მთავარია, ასეთი სასიყვარულო ენერგიებით, კომპლიმენტებით, დადებითი ენერგიებით. სავსებით შესაძლებელია ეს მაგალითად სამსახურში მოხდეს, ანუ არა სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით, არამედ თქვენი პროფესიის კუთხით, ხო? ხო, აი ნახეთ, ძალიან ბევრ დახმარებას, ძალიან ბევრ გვერდში დგომას მიიღებთ თქვენთვის მოულოდნელად, ასევე ძალიან ბევრ აღიარებებსაც. ჩანს ასევე რაღაც ასეთი მომენტი, რომ თქვენ ძალიან კმაყოფილი იქნებით ცხოვრების ასე თუ ისე ყველა ასპექტით, მაგრამ ნახეთ, აქ თქვენ ტარო და სამყარო გეუბნებათ ასეთ რაღაცას, რომ თავში არ აგივარდესო. ხო, აი თავში აგივარდებათ, იმიტომ რომ უკან შეიძლება წავიდეს აბსოლუტურად ყველაფერი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილება, თქვენი გეგმები და თქვენი მიზნები პირველ რიგში უმჯობესია საერთოდ არავის არ გაუზიაროთ, ეს ერთი. ხოლო ზოგადად დააკვირდით მაქსიმალურად კარგად, ვის რა სახის ინფორმაციას უზიარებთ საკუთარ თავზე, იმიტომ რომ ყველა ერთნაირად სანდო ნამდვილად არ არის და ამ კუთხით იყავით ყურადღებით, იმიტომ რომ ადამიანებმა შესაძლებელია რაღაც მომენტში ცოტა ნეგატიურად იმოქმედონ, ხო? დავამატოთ არკანები, ხმლების ტუზი. რაღაც გარკვეული სიმართლეები გაირკვევა, რაც შეიძლება არ იყოს თქვენთვის სასიამოვნო, რაღაცაზე თვალებს გაახელთ თითქოს. ასევე ჩანს ცოტათი გადაღლილობა, რაღაც მომენტებში შესაძლებელია თავს გრძნობდეთ გადაღლილად და დაქანცულოთ, ამიტომაც პირველი ვარიანტი ძალიან გთხოვთ, შეძლების დაგვარად დაისვენეთ საკუთარი თავი, საკუთარი ემოციები, საკუთარი ორგანიზმი, ყველანაირად, იმიტომ რომ ინფორმაციისგან ორგანიზმიც და ემოციური ფონიც რა თქმა უნდა იტვირთება. და კარგით, პირველი ვარიანტი, მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით, საკმაოდ საბედისწერო, მაგრამ კარგი ცვლილებები გელოდებათ. ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ რაღაც ნეგატიური არის მეთქი, უბრალოდ პატარ-პატარა გაფრთხილებები გქონდათ. და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. თქვენ რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ და ეს არის დასების პაჟი. ეს არის თქვენთვის ძალიან მოულოდნელი ადამიანისგან მოულოდნელი აღიარება, მოულოდნელი ინიციატივა, მოულოდნელი
გრძნობებში გამოტყდომაც კი შეიძლება იყოს. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა მოულოდნელი ცვლილებები უახლოვდება მეორე ვარიანტს. ნახოთ აბა. ხმლების ტუზი და არკანი იმპერატორი კაცი. რა ხდება? ხმლების მეფე, ხმლების დედოფალი და არკანი შეყვარებულები. მეგობრებო, რა ხდება აქ? რა ხდება? სამკუთხედებში ხართ? თუ რაში არის საქმე? ნუ ვინც სამკუთხედებში ხართ, აქ მე თქვენ პირდაპირ გეტყვით, რომ აქ ამ სამკუთხედში იქნება რაღაც ძალიან მძლავრი ცვლილებები. პირველ რიგში ამ სამკუთხედთან დაკავშირებით გაირკვევა რაღაც ახალი ინფორმაციები, რაღაც რაღაც ახალის გარკვევა ჩანს რა სამკუთხედთან დაკავშირებით. თუ თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე არ ხართ არანაირი სახის სასიყვარულო სამკუთხედებში და თქვენ ეს საერთოდ არ გეხებათ, ამ შემთხვევაში იცით აქ როგორც სცენარს ხედავ. აქ თითქოს კონკრეტულ ადამიანზე გაიგებთ, რომ არის სასიყვარულო სამკუთხედში. მაგალითად, თქვენმა დაქალმა შეიძლება აღიაროს რაღაც ასეთი, რაც შოქში ჩაგაგდებთ, ან ვინმე თქვენმა მეგობარმა. ნუ ნებისმიერ შემთხვევაში აი თუ თქვენ არ ხართ სასიყვარულო სამკუთხედში, ვერ ვიტყოდი რომ ეს ინფორმაცია თქვენზე მაინც და მაინც ნეგატიურად იმოქმედებს მეთქი, მაგრამ აი შოქში ჩაგაგდებთ თითქოს. თითქოს ქალის მხრიდან არის აქ რაღაც გარკვეული სამკუთხედები. კარგით, რა მოულოდნელი ცვლილებები გელოდებათ. იცით კიდევ რა არის შესაძლებელი? კონკრეტული ადამიანი, კონკრეტული მამაკაცი, რომელიც არის ურთიერთობაში, იმან გააკეთოს აღიარება, რომ მომწონხარო ან რაღაც მსგავს იქნას. ხო, აი ზუსტად, აი რაღაც ასეთი ენერგიები წამოვიდა ვინმე ცოლიანმა ან შეყვარებულიანმა მამაკაცმა არის შანსი, რომ რაღაც ასეთი გითხრათ. კარგით, კიდევ რა მოულოდნელი ცვლილებები გელოდებათ. ძალიან ბევრი პერსპექტივები იხსნება თქვენთვის, იცით? ძალიან ბევრი ახალი ვარიანტი, განსაკუთრებით ეს ვარიანტები მოდის თითქოს ფლირტის თვალსაზრისით, ახალი ადამიანები. ქურუმი ქალი. ინტუიცია გექნება ძალიან გაძლიერებული. კიდევ რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ მეორე ვარიანტი, ვნახოთ აბა. გული მიგრძნობს კიდევ რაღაცეები უნდა იყოს, რაღაც ინფორმაციები. კონკრეტული კონფლიქტი შეიძლება დაალაგდეს, მოგვარდეს. კონკრეტულ ადამიანთან შერიგება არის შესაძლებელი, რომელთანაც აღარ ელოდებით ამ შერიგებას. არკანი მზე, ვიღაცისთვის აქ ნანადრი ორსულობაც ჩანს, თუმცა ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია. ზოგი თქვენგანი ერთეულები აქ რაღაც ახალ სასიყვარულო ურთიერთობასაც დაიწყებთ, ან რაღაც ძალიან სასიამოვნო შეხვედრა იქნება თქვენსა და კონკრეტულ ადამიანს შორის. მე კი ამაზე დაგემშვიდობებით მეგობრებო. გისურვებთ წარმატებებს, ბედნიერ დროსა და ნახვამდის.